მე ვარ ნინა კოჩალიძე 9 წლის. სწავლობ ქობულეთის აკაკი წერეთლის ნომერ 1 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, წიგნების კითხვა, მუსიკა და სიმღერა. ამ 4-დან ყველაზე მეტად მიყვარს მუსიკა. სწავლობ მუსიკალურ სკოლაში და ვარ მე-4 კლასში. პირველი იმიტომ ავარჩიე, რომ მომწონდა რომ სხვები რო უკრავდნენ, ლამაზი ხმა ჰქონდა და მომეწონდა. გადავწყვიტე რომ შევსულიყავი. სახში მოქვს პიანინო, ზოგჯერ დედიკოც რაღაცებს აწყობს და მამიკოც რაღაცებს უკრავს. მე ვარ ნიჭერევის ოჯახიდან. პიანინოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე ვიოლინოზე. პიანინოზე დაკვრას სწავლა არ გამჭირვებია. ჩემი მუსიკის მასწავლებელია ცირა ჯაბნიძე. ის არის მხიარული, ზოგჯერ თუ რამე შემეძლება, ცოტათი შეიძლება გაფრაზდეს, მაგრამ ძალიან იშვიათად. სულ გრძნობ, რომ ძალიან უყვარვარ. კონცერტი ჯერ არ მქონია და პირველი მექნება სექტემბერში. ვიცი რომ კარგად დაუკრავ, მაგრამ ცოტას წინასწარ ნერვიულობ. ჩემი საყვარელი სიმღერა მგზავრების საქართველო. საქართველოა, საქართველოა. რომ არ ნერვიულობდე, სიამოვნებით ვიმღერებდი დიდ სცენაზე. სახში მაქვს დინამიკი და მიკროფონი და სულ მღერი. მე ასევე მიყვარს ხატვა, რაც ჩემი ძმის სწავლეს და ზოგჯერ ჩემი ძმაც მასწავლის. ყველაზე ხშირად ვხატავ ბუნებას, ხეებს და ადამიანებს. ჩემი აზრით ყველაზე რთულია მთების დახატვა. ყველაზე ადვილია ხეების და ყვავილების დახატვა. მე მგონია ყვავილებიდან გავარ იას. მე ვარ ლამაზი გოგო და მიყვარს გაპრანჭვა. მე ვეპრანჭები ასეთ გების არკესთან და ვისვამ სხვადასხვა რაღაცებს, სახეზე, პომადებს, თვალის ჩრდილებს და რაღაც ლოყებს, ჭყიალებს. გაპრანჭვის მერე ყველაზე მეტად მიყვარს რესტორანში წასვლა. რესტორანში ყველაზე უფრო მიყვარს სიმღერები რო ბევრი და რო ცეკვავ და საჭმელებით წავანგემრიელი რო. ცეკვა რო ძალიან მიყვარს, ამის თქმა დამავიწყდა. ჩაკრულოში დავდივარ ბესოჩი კომანდა და მარიკა ფანდერაძესთან. 3 წელი ცეკვავ ჩაკრულოში და იქამდე 1 წელი ვცეკვავდი მხედრულში. უფრო მხიარული და ლამაზია მარიკა მასწავლებელი. ბესო მასწავლებელი არის ცოტა სერიოზული, მაგრამ მეგობრული. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ლეთია ეს. უკვე 7-ჯერ ქონდა კონცერტი და ეხლა 24-ში და 27-შიც მაქვს კონცერტები კიდევ. ყველაზე უფრო მომეწონა მეორე კონცერტი ბაკურიანში ვიყავით და კიდე მომეწონა მე-7 მაგ დროს ყავტბოში ვიყავით. მინდა 4-ში კონცერტი, მაგრამ პატარა ვარ და არ მიშვებენ. ეს კონცერტი მინდა მქონდეს პარიზში. ჩემი გეგმაა რომ ვიცეკვო 35 წლამდე. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს ძალიან კარგი დირექტორი და მასწავლებლებიც. ჩემი სკოლა იმიტომ მქონია სხვა სკოლებზე უკეთესი, რომ არის სისუფთავე, არის კარგი მასწავლებლები და დირექტორიც და ძალიან ლამაზია გარეგნულად და შიგნიდანაც. არის ყველაფერი სუფთა, არ ყვირიან მასწავლებლები და ძალიან კარგია. ჩემი სკოლის დირექტორია ნარგიზ რომანაძე. ჩემი მოწონება დაიმსახურა, რომ არის ძალიან თბილი და ძალიან თბილია და ძალიან მომწონს. ძალიან გამიხარდებოდა ის, რომ ყოფილიყო ჩემი დეიდა. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნიცა ცივაძე. ყველაზე შიკვიანები ვართ მე და ელენე ბერაძე. ყველაზე მშვიდია ლიზი მჟავანაძე. ყველაზე ცელქია ბიჭები. განსაკუთრებით ლევანე ბოლქვაძე. მე ვარ ყველაზე ცნობის მოყვარე, კეთილი და ცოტა ბრაზიანიც ვარ. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი მარი რომანაძე. იმიტომ რომ ის არის ძალიან თბილი, მოსიყვარულე, არ ბრაზობს და არ წყვირის. ძალიან ლამაზია და ძალიან კარგი მასწავლებელია. ახლა მე-5 კლასში გადავდივარ, აღარ მეყოლება და არ ვიცი რა მეშველება. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მსახიობი. ეხლა ესე რომ ვზივარ, ზოგჯერ მომინდება რომ ავდგეთ და რაღაც მსახიობები რო აკეთებენ ისეთ რაღაცებს ვაკეთებ და ოჯახთან ვატარებ სხვადასხვა შოუებს პატარა. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობა სპექტაკლებში. თუ დავდგამდით მაგალითად რაპუნცელს, მინდა რაპუნცელი ვიქნებოდი, ან რომეო და ჯულიეტაში რომ ჯულიეტა ვიქნებოდი. ახლა მინდა ვიყო 17 ან 18 წლის, იმიტომ რომ თან ვიქნებოდი სრულწლოვანი და ავიღებდი მართვის მოწმობას და ვივლიდი მანქანით. სახში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და პატარა.
ჩემი ძმა არის 17 წლის და ქვია გიგი. ის არის ძალიან ჭკვიანი, მხიარული, ზოგჯერ მაბრაზებს ხოლმე. აი სულ ყოველად რაღაც კლასებს რო ველაპარაკები ტელეფონში ან რამე, სულ რაღაცებს მეუბნება და მაბრაზებს. თავი დიდი გონია და მეუფროსება. ჩემი აზრით გიგი რო გაიზრდება გამოვა პილოტი. მამიკო არის ძალიან მხიარული, ვაჟი კაცური, ჩემი სრულების ამსრულებელია და რასაც ვეწი ყველაფერს მისრულებს. სიმპათიურიცა და კიდე ძალიან ბევრი რაღაც. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მსრუნველი, მოსიყვარულე, თბილი, ისი სრულებს მისრულებს. ყველაფერს მისრულებენ. სახში მე ვარ ნამდვილი პრინცესა. მიყვართ კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პეპი გრძელი წინა. კითხვა შემოყვარა დედამ რადგან ძალიან პატარა რო ვიყავი, დედიკო მიგიხავდა წიგნს. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ხატვაზე. ჯადოსნური ჯოხი რო გქონდეს, საქართველოში გავაქრობდი ყველა მტერს. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილედ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს ბიძაშვილ ელენა კახიძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მითსი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. ბედნიერება არის მშობლების ჩახუტება და სხვადასხვა საჩუქრები მშობლებისგან. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.